დილამშვიდობის ხალხნებო, როგორ ხართ? ვაიმე. 1:40 წუთი მეხზე ვარ. ისევ ეს მაიკა ჩავიცვი. ეს დომესტოსიანებისთვის ვიტყვი, არა იტყვიან რომ ისო. აი, ხა მეტია. სინამდვილეში ეს მაიკა არის ძალიან თხელი და ბევრ შემთხვევაში საღამოთი ვრეცხავ თვითს. იმიტომ რომ გრილია. აი ესეთებში ვიხუთები სახში. ხო და ავდექი და სპეციალურად ჩავაგდე გასარეცხებში. ტყემალი უნდა გავხეხო. გამეხეხა. გამწარებთ ხა მანდ შედიხარ. ავიდე ხა გამოყარ. ხო და მაინც უნდა გავიწუწო მეთქი რაღაცა და საღლისები კია, მაგრამ ვილაქავებ რა, ანუ ესეთ დროს ვილაქავებ, რაღაცა ტყემალს ხეხავ, პამიდორს ვაკეთებ, რაღაცას რო ვაკეთებ, ვილაქავებ. შაბიჭები არიან, მაღლა უნდა გავუწყარო და ყვავილებამდე ადიან ხოლმე. ხო და მე ანუ გადაგდება მენანება რა, რამდენს გადაგდებ იმის გულზე რომ რაღაცა მიგესხა, ხო? ბევრ შემთხვევაში რაღაცა არ ამოდის ხოლმე. გასთან რაღაცა და თუ რამე ხა მაგალითად ამას ლაქად რამე არ ეტყობა, იმიტომ რომ რავი არ ლაქავდება რა. ფერი ისეთი აქვს და ჩავიცი რომ მეთქი ეს გავაკეთო თუ რაღაცა არის არ დამენანება რა. არ ვიცი რომ არ დალაქავდება და სხვა ღია ფერები რაც მაქვს ესეთ რაღაცებზე არ ხმარ. და შემჩა რა მაგას ვამ ჩაცმა, იმიტომ რომ წუხედ დაახლოებით 2 საათზე გავთიშე ტყემალი. ხო იქ იყო ვიდეოსაც რო წერდი როგორც გავთიშე და ჩამოვედი რომ გავხეხავ მეთქი. კატასტროფულად ცხელია ხალხ. ცხელი კი არა, გეგონება ეხა გათიშე. ლაშა იქით გადავიდა ის დილიდან ადგა კიტრი და პამიდორი ხო ლაშაულის რა ნუ ავაბით და იმაზე რა ქვია ჭიგოებზე აბ მაშინ ვეხმარე, მაგრამ წავდა თოხნი და რაღაცა ლაშაულის სულ და მაგიტო ვეღარ ვიტან უკვე ბაღში მუშაობას იმ ხრივ რომ პატარა პამიდრები გამოიტანა სიმწიფეში შევიდა უკვე და ფაროსნები დაასხდნენ და გამოიტანა გულმოკლულმა ნახევარი ვედრა და გადაყარა. ხო და ეხლა წავიდა ისიყიდა შესაწამლი და პირბადეები და იმეებით წამლის უკან ბაღს. მანამდე დაკრიფა კიტრი კიდე რომ ეხლა უნდა ჩავდო. ხო და ეხლა ვფიქრობ სანამ ეგ იქნება, ანუ ტყემალი ცოტა შეგრილდება, კიტრი ჩავდო მეთქი. თან საუთებელი ცხობა კაგე იმდენი მაქვს დააგროვილი და თან მაგრამ ეზარება, იმიტომ რომ აი ესეთი ძალიან დილით რო გრილა ხოლმე, აი უბრალოდ მინდა რომ შეწუხების გარეშე ვიყო, ანუ შუადღით რო ცხელა ბუღი როასდის და აღარ შეგიძლია ადამიანს. ჯერ ხო ვერაფერს ვერ აკეთებ და რო ვერ აკეთებ, მაშინაც წუხდები და ეხა დილა რო იყო მეთქი არაფერს არ გავაკეთებ, ესე ვიქნება, გადავხედე საქმეს, ბევრი საქმე ისე. თან დღეს სავარაუდოდ ჩემი ძმისშვილი უნდა ამოვიდეს. უშინოდო და ამოსვა, მაგრამ ვერ ამოვიდა. კოჩორი მაქვს სერიოზულად. ხო და თუ ამოვა. ბავშვები ხო კატომიცის დაწვნა თნების კარგად ჩემო ძმისშვილი. ხო და უნდა დავაწვნევინო. თან ვიდეოს გადავიღებ. თუ ამოვიდა. მე და კატო ჩხუბობთ ხოლმე სულ. ჩხუბობთ რა ესე. გოგო და რას გავხარ და გოგო არ შემოგკარი ახლა და რაღაცა. ჩემი დუდრუხა არის. ხო და რაღაცა მინდა რომ მოვჩე რა სანამ კატუნია მოვალ, რომ მე ახლა ბავშვებთან იქნება ეგ, მაგრამ მაინც ყურადღება მივაქციო. ხო ფარდა მინდა გავაკეთო დღეს აუცილებლად აქ. ნახოთ როგორ იქნება, დიდად იმედი არ მაქვს, მაგრამ ნახოთ აი ეს მაგნიტური ფარდები. რაღაცა მაინც იქნება რა ყოველ შემთხვევაში. სანამ კატები ავლენ და ეკონციელებიან და ჩამომიხებენ. ხო, ლაშამ თქვა რომ დღეს სავარაუდოდ სახლში იმუშავებს და კატი ხარ და გიფსოებს აკრავენ ალბათ და სავარაუდოდ კიდე საღამოს პატივს უცებ ბიჭებს.
გავაკეთებ რამეებს, ალბათ თუ მიეხმარნენ, ან უბრალოდ თუ გააკეთეს საერთოდ მარტო ვერ იზავს, ვერც მარტო ივანე ვერ მიეხმარება ფიზიკურად. ხო და დღესაც ბევრი საქმეა როიტყვიან. ესე იგი, სამსახური და რომ ვისვენებ ხოლმე და ხუთშაბათი პარასკევი შაბათი კვირა რო ვარ სახლში და რომ მგონია რომ აი გადავდგავ თებს ისე მადამბლოებს სიცხე რომ იყვნენ რაც მიშლენის თემ. თავის ადგილას დაეტივნე. დაახლოებით ხოლაშამ ის კიდე წნილი გახსნა, ეხლა ვფიქრობ რომ წყალი გამოუცვალო მეთქი და ისე ომარილიანი წყალი დავასხა. რომ ეს გაზები რაშიც არის წყალი გადავყარო და საჭმელად დამწნილდება რა მაგისთვის არა, უბრალოდ ზამთრისთვის არ შეინახება. ყველა იმას ვდებ 3 ლიტრიან ბანკაში. ერთ სამთარს გამოვიდანეყო. თან წყალი არ მოდის, პარალელურად კიდე გამბავია, წყალი არ მოდის და ფიშო. ესე იგი, აი კედლებზე დადიან. ხო და დილით დროს ძინავთ ხოლმე ბავშვებს მატორის ჩართვა არ მინდა ხოლმე და მაგის გამო საქმე კიდე გადამედება ხოლმე, რომ გოგოებთან იმდენად არა. ივანეს ფანჯარა ქვია და მატორი რო ერთვება, ეხლა მოგძინავ და რაღაცა გიბზუილებს წამდა უწევ ჩაირთება და რაღაცა ადამიანური ფაქტორია, ხა იცინოთ, ხო? რა ვიცი. ზოგადად ერთ რაღაცას მივისალქენ ჩემი თავი, რომ აი მაგალითად დღეს ან წუხერო უწევოდი, ჩემ თავს უთხრა, რომ აი ხვალ ამას და ამას გააკეთებ, აი თითქოს საქმიდან გამოძრომა რო გინდა და გადაუდერა შენ თავს, რომ აი ხვალ გააკეთე, კაი და ნუ კაი მოჩვენე და შეთანხმდი და აი ხვალე რომ მოვა უკვე და აი ფიქრობ, რომ კიდე ხვალე ხო არ გადადო. ამასობაში ზედგეყრება საქმე და მაგის შედეგია ხოლმე რომ აი ხა რაც მაქვს. რომ არ ვიცი რომელი გავაკეთო. ოღონდ ჩემ თავს ვებნე ხვალე ხო არ გადავდო. მერე რომ დაფიქრდები, მაინც ის გასაკეთებელია სად მიდიხარ. აი სად მიდიხარ. ეხლა წყნარი საქმე რაც არის, წავალი მას ჩავთავ უთოს და გავაკეთებ. მან ამასობაში რომელსაც 8:25 წუთია 6 საკლდა 15 რო გავიყვეთ და მარტო ყავა დავლიე და კატალიტი შევჭამებიც. ხო, კაი 3. თქვენც კიდე რა. ჭურჭელს და სარეცხი მაქვს. მაგრამ იყოს ჯერ ჭურჭელი იყოს. აი მე ის წელი მткиვა. ის წელი რაღაც ეს წელი. აი ხალხმა ალბათ 1 კილო არც ამიწევია, მაგრამ ცუდად დავე. ანუ არ მოვემზადე რა, აი რაღაცნაირად ცუდად და იმასავით დავდივარ, გეგონება ის ხერხემალში ეს სარემა გაყამდი რა ქვია, რკინის ჯოხები. ყავა დავლია აქ. და რატო? მაგრა შემცვიდა. ეს ჩემი პრინცესა რო არ თამაშობს ბიჭებთან, იცით? და დედას რო ელოდება ხოლმე. გახსოვს ფეხი რო გტკიო და დედი მე და შენ რო ერთად ვიყავით. ჩემო ცხოვრება. შენი კრუტონი მიყვარს, ჩემო გოგო. ძალიან საყვარელი. რა ვქნა ძალიან სათუთი, აი ძალიან. მე ჩემი ცხოვრება ეს გოგო. ამგაია. ამას ეშინია ესეთი ხმების. აქავა შენთან ჩემულამაზო, შენ ნუ გიშინია, მოდი და ჯექი კარგად. შენ ნუ გიშინია. ой, მის პატარა არსება არის, რომელიც ძალიან მტყვრა და რომელიც ჩემთვის ძალიან ტკბილია. ზოგადად ყველანაირი ცხოველი მიყვარს, ყველანაირი ფრინველი, ყველანაირი არსება. ყველანაირი. რაც ფუმფულა არის აი ესეთი.
ეხა Facebook-ზე ვნახულობდი ერთი ქალბატონის პოსტებს, რომელსაც ენოტი ყავს სახში, ესე სოფლის პირობებში რა და ხამბაღში ეხა რაღაც ანუ როგორც აი კატა ძაღლი იგი და დაუგლიჯა მეზობლის ძაღლმა. ისე განიცდი და ისე და ანუ ზოოპარკის იმება წაიყვანეს რომ უმკურნალეს და იყო იმის შესაძლებლობა რომ კი და ალბათობა რომ აღარ დაებრუნებინათ, რადგან ენოტი იყო და რავი სახლის პირობებში არ აძლევდნენ უფლებას რომ ყოლოდა მოკლედ და ხალხის ძალიან დიდი ჩარევით და რაღაცა ზოოპარკის ცუცუნა ქვია თუ რაღაცა ეგეთი ქვია ცუცუნა პოსტით შეიქმნა კი არა და სურათით როა ქვია თუ დამავიწყდა რომ ისა დააბრუნეთ ცუცუნაო და დილას დამხვდა პოსტი იმ ქალბატონის რომ დამირეკაო ზოოპარკის დირექტორმა და კარგად არისო უკეთ არისო ჩემი ცუცუნაო იმედი ეს სწორედ ამბობს სახელს და უბრუნებენ და ძალიან გამიხარდა აი გაზრდილი რო ყავს თან იცი როგორ აყავ გაზრდილი ძაღლთან კატასთან ეგ იყავ გაზრდილი და მე მეზობლის ძაღლმა გაუგლიჯა რამის შუაზე და აი მირა დედი მოგაგატკინე რამე მირა უკნიდან პატარახა და ხოდა ძალიან გამიხარდა მეგონა რომ მე მიბრუნებდნენ რამეს და ის ქალი იყო ძალიან გახარებული აი ეს ბიჭებს უნდა მოხვდეთ აი მე ეგენი თუ ყვავილებში დარბიან ეხა წავედი ნახო წავედი გამოცივდნენ გარეთ ეს გამოხურო კარი უნდა გცემოთ თქვენ რა დღეში ხარ ბიჭო რა დღეში ხარ ბიჭო რა დღეში ხარ რა დღეში ხარ ჩემი ქალბატონი ამოყვა აი მე დილაობით ეს შემოდის ხომ დიდი კატა ჩემთან ეხლა რო აღარ შევედი და აღარ დავწეკ იმეც ესეც აქა არ ვიცი როდის უნდა უთხრა რომ კატა არის აი ნენელა შევაპარო პირდაპირ უთხრა თუ რა გავაკეთო რომ ეს არის კატა და თან ნოემბერში შემოგდებული კატა რომელიც აიქ ჩემეზოსთან დატოვეს ანუ ფიქრობ შევაპარო ერთიანად შოქს ხო არ მიიღებს რომ კატა ხარ შვილო კატა რომელიც დედას ძალიან მიყვარს დედი ძალიან მიყვარ ხარ იმიტომ რომ ჩემი ბიჭი ხარ ჩემი ცხოველი ჩემს არხზე არიან ხალხი რომლებსაც არ უყვარს ცხოველი მაგალითად შორი მაგალითად ანა არა თუდად ვამბობ ნუ უყვართ შორიდან ხოდა სუმეჩხუბებოდა ნუ იყვარ ვარ ეხა ისი შეგულნე მაგაცი არა მაგ ანუ იცი რა ტიპის ხალხი არის ჭირივით რო ეზარება მაგაცი არ ვამბობ მერტა დაიფაროს უყვართ შორიდან მაგრამ ხო არის რომ აი ადამიანს მოწონს და აი ბეწვთან შეხება არ შეუძლია რაღაცა მაგრამ იცი როგორები არიან კიდე ფუ ახმა ფუ როგორ იჭერ მაგას ფუ რაღაც გეგონება ჭირიანები იყვნენ და რაღაც ფუ გამაჟრიალა მაგას ხელს როგორ კიდებ მაგებს ეგ ბლოკავ რა ფუ ხალხო ხოდა ეხლა ბევრი იყვნენ ეგეთები სხვადასხვა ბევრი იყვნენ რა ვინც ის კი არა რომ ხა თქვი ეს ადამიანი მაგაცი არა მაგლაპარაკი აი აგრესიით იყვნენ განწყობილები და აი ზიზღით ცხოველების მიმართ მარტო კატაზე არა ქათამი მეჭირა ერთხელ პატარა უარიკელა და აი მე ქათამი როგორ იყვან ხელში
ყბაში კარგა გაიქანებ ხოლმე და ხელში ყანა გაგიგვიდა რა ზემო ჩემი ობოლაკი ჩემი ცხოვრება ობოლა მყავა ეგ ჩემი დილა იწყება ეს 1 კატა 2 კატა 3 კატა 2 არა ჩანს ეხა განახებთ დედას ობოლას დედას პატარა ობოლა რომ მყავა თქვენ არ იცით ხა უყურეთ ესე ბუზები ახლა აქ მომდათ გამრავლება ჩემ ტელეფონს მოდი დედა ზობოლა დედი მოდი ჩემთან მოდი პატარა მოდი ხელს რა დაუდებ თავისით მოდის მოდი ჩემთან ცხოვრები ეს თემოს ინკუბატორის ობოლა ამას ვენაცვალე ცოტა ხანში დავაძმაკაცებ ამათ ხოდეთ ეს არის ობოლა ხოდაშორის ამას რო შეეხები მაშინ მოგხვდებათ გაიგე ძერი პატარა ბავშვი თემოს ინკუბატორის ბავშვი მეშინი არ გამექცეს თან იმიტომ რომ საჭემი სისწრაფე და სადამკატების წამებში დაიჭერენ და ой მე რა ხავქა მე თემი უგული არა ჩემო ლამაზ ესე ვერ გაგიშვებ დაგიჭერს აგეის ვირია გეის ჰამაკში რო ნებიურებს დედი მოდი რა განახო შენ ხო კარგი გოგო ხარ გინდა ეს განახო ესე ჩაი ხუტი გინდა ხო მაინც უნდა დაგაძმაკაცოთ თქვენ მაინც მოდი ობოლა და ჩაპლინა დედი ეხლა წაწუდეს ხო ვარ ღირსი ვაი მე რა სამთო 21 დღე ველოდებოდი სიტი კუტო 21 დღე ველოდებოდი ჩემ გოგბიჭსა თუ გოგოს რა და ხალხი ემაზე რო გეტყვის ფუროგ ვიყვა ესეთმა ხალხმა გათიშეთ ხოლმე ვიდეო იმიტომ რომ ჩემს არხზე ყოველთვის იქნება ცხოველი ფრინველი ნიანგი და ზვიგენი ხო დედი შენ კი გინაცვალე აი ჩემი ცხოვრება ხარ გოგო თუ ბიჭო ჯერ არასანდო პიროვნებები არიან ვერ დავაძმაკაცე სიდიდიდან გამომდინარე იმიტომ რომ თაგვივით პატარა არის და შესაბამისად შეიძლება დაიჭირონ და მოკლან ამიტომ ერთი კვირა შეიძლება 2 კვირაც ის ვქნა დავტოვო ცოტა გაიზარდოს მოიზარდოს მე ამოვსვავ გალიაში პატარა გალია მაქვს ეხლა უბრალოდ არ ვსვავ რომ ესა იმ ნახრეტებიდან გაძვრება ისეთი პატარა არის და რომ მიეჩვევიან თვალით მე გამოვუშვებ ხოლმე და მე განახებთ კადრს როგორ ძინავთ ერთად ან როგორ ჭამენ მაგას ვერ ანახავთ იმიტომ რომ ხელის გულზე ვატარებ ჩემს ობოლას ადემანან ეხა გამოიტანე ბანკები და დაიწყე კიპრის წვნის გაკეთება მატორს არ ჩავრთავ ხმაურის გამო ავხდი მატორს და იქიდან ამოვიღებ წყარს გასარეცხად წავედი ხარ ხო ბედნიერ დღეს გისურვებთ ბედნიერ დილას გისურვებთ ყველას შემოგიქროლებთ ალბათ კიდე ეხა ეს ისა ვქნა თმა შევიკრა თორე ნერვოზი მეწყება ავიჩი გაგდამჩენი არა ეს წუხენდელია აი მე ჩემი ქალობა ნახე წუხანდელი ყავის ჩიქა მე დილანდელი შუადღით სადმე იქით დავდებ და საღამოსაც სადმე იქით და მე მოვაგროვებ რა აბადროებთ კარგად იყავით აბაჰი და აბაჰ ჩემი დილა ასე იწყება ხოლმე ყოველთვის ქათამი ცხოველი ფრინველი კატა და ყვავილები აი ჩემ ბარაქის ხე რომელიც ძალიან მიყვარს და წეს 2 დღის წინ დაამეტანა მაღლა მაგრამ ეხა ისევ აქ არის და დავწყო
არ ავიტან, იმიტომ რომ ღეროები იასამნისფერი გაუხდა და ეს ნიშნავს იმას, რომ მზე მეტი მოუვიდა და გაიტანო მანანა მაღლა. ამას აღარ გავსხლავ. შარშან გებრიელად გავსხლავ. დიდი ტოტები მოვაჭერი. და შეხ აღარ გავსხლავ და პატარა მუხასავით გახდება. დროებით. აბა თქვენით ხალხო გვეზარება, მაგრამ ვიღიმებით და ვიწყებთ.